ამჟამად მუშაობ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სუბდივის ოფის მენეჯერი ვარ. ამავდროულად ვარ იურიდიული ფირმა გეთო პროექტის კოორდინატორი, ანუ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელმძღვანელობ. და ვერთობის სხვადასხვა ვარ ტრენერი და ვერთობის სხვადასხვა ღონისძიებებში დამოუკიდებელი პროექტებიც მაქვს, რომელზეც ალბათ უფრო დეტალურად ვისაუბრებ შეხვედრის მსვლელობისას. პირველ რიგში მინდა რომ გაგიცნოთ თქვენს ყველა მონაწილემ რომ მითხრათ მოკლედ ვინ ხართ, საიდან ხართ, ანუ ის რაც გინდათ რომ ვიცოდეთ და შეგიძლიათ თუ გექნებათ სურვილი რაიმე სახალისო ფაქტიც მოყვეთ თქვენს შესახებ, რომელიც თვლით რომ სხვა მონაწილეებმაც უნდა იცოდნენ, ანუ რომ გაგიზიაროთ და ცოტა სახალისო შემოვეწანეთ. ჩემთან კამერაში პირველი ჩანს მანანი, ალბათ მანანა და ვთხოვ რომ დაიწყოს გაცნობა. ხმარ მოგესალმებით. მე ვარ მანანა ჭედლიშვილი, კახეთიდან და ვარ პედაგოგი, ანუ მუშაობ ბავშვებთან. ეს თემა ჩემს აქტუალობას საინტერესო იყო და მინდა დავესწრო თქვენ ჩემს საგაკვეთილო პროცესში პრაქტიკაში დავნერგო, შესაბამისად ვასწავლე სამოქალაქო განათლებას და გეოგრაფიას. ძალიან სასიამოვნო. ქეთის თხოვ გამარჯობა, მე ვარ ქეთი მგელაძე, წელს გავხდი სტუდენტი. ყოველთვის მინდოდა ამ პროექტის რომელიმე ტრენინგზე შემოსვლა, თუმცა დრო არ მქონდა და ეხლა მიხარია რომ გამოვნახე და ვფიქრობ თქვენთან შეხვედრა დამეხმარება ვიპოვო საკუთარი თავი, თუნდაც თქვენი გამოცდილების მოსმენის შემდგომ. მიხარია, მადლობა. თეო. გამარჯობა, კიდევ ერთხელ მე ვარ თეონა ფეიქრიშვილი. მეც წელს გავხდი სტუდენტი, პირველ კურსელი ვარ და მინდა რომ თქვენი გამოცდილებით, ანუ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი გზა, ცხოვრების გზა უფრო გავიმარტიო, ასე ვთქვათ, გამოვიყენო პრაქტიკაში თქვენი გამოცდილება და პირველად ვესწრები ამ ტრენინგს და დიდი მედებს ვამყარებ. დიდი მადლობა. შეაცვლეთ თქვა და აი ქეთიმაც რომ თქვას მე შენც მე სამართალმცოდნეობაა ჩემი პროფესია, სამართალმცოდნეობას ჩავაბარე. მე ტურიზმზე ჩავაბარე. ჩვენი ძალიან მაგარი პროფესიები გაქვთ. სალომეს ვთხოვ რომ გაგვეცნოს. სალომე ბერიძე თუ გამარჯობა მარიამ, წარმატებული დღე. მადლობა თაბუკა. თაბუკა არის ჩვენი ერთ-ერთი ტრენერი. პროექტის ფარგლებში. გამარჯობა, ისმის ჩემი ხმა? კი, ისმის სალომე. მოკლედ, მე ვარ სალომე ბერიძე, 20 წლის ბათუმიდან. მესამე კურსის სტუდენტი ვარ, ვსწავლობ ფსიქოლოგიაზე და ვაგრძელებ შემდგომ იურიდიული ფსიქოლოგიით და ალბათ მთავარი მიზეზი რატომაც ვესწრები ამ ლექციას არის ის, რომ შეიძლება დამეხმაროს ცოტა ჩემი სიზარმაცის დაძლევაში. და თქვენი გამოცდილებაც დამეხმარება. სამომავლოდ ჩემს გეგმებში ვფიქრობ. მადლობა. ელენეს რომ გაგიზიაროთ, არის გამოცდილება და გაგვეცნო. ელენე გავაშელიშვილი 14 წლის. მომავალი პროფესია ავირჩიე ჟურნალისტიკა და ძალიან მაინტერესებს კრიმინალისტური ჟურნალისტიკა. აიდან როგორც მივხვდი თქვენ იურიდიული გავთ გამოცდილება, ამიტომაც დაინტერესა და გადაწყვეტე რომ დავსწრებულიყავი ამ ვაპირებ იურიდიულს წას ძალიან მინდა იურისტობა. მინდა ურთიერთობა და სისხლდამცველზე. სხვადასხვა აქტივობებში ვღებულობ მონაწილეობას და ძალიან დამტვირთე დასწრებული რომ რაღაც დარგი თუ ანუ ზუსტად ვერ წყვეტ რა გამოვიდე მხრივ წავიდე და ძალიან მინდა თქვენ ერთად გასავდა ამ ტრენდზე დასწრება. მადლობა თქვენ ამ ყოფილისთვის. ანა რო გაგვეცნოს.
გამარჯობა, მე ვარ ლორდ კიფაინზე 16 წლის ბათუმიდან. ანუ მეც მინდა იურიდიულზე ჩაბარება უკვე გადაწყვეტილი მაქვს პოლიციის განხრით და ანუ მინდა რომ თქვენ გამოცდილებას მოგუსმინო რაღაცაში დამეხმარება ეს ყველაფერი. მადლობა. დიანა. გამარჯობათ, მე ვარ დიანა ქარცივაძე, ხულოდან 16 წლის. პროფესია სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ამირჩევია. თუმცა ვფიქრობ რაღაც პროფესიებს და დაზუსტებითაც ჯერ არ გადამიწყვეტია. ამ პროექტების თითქმის ყველას ვესწრები, ვფიქრობ მხოლოდ ერთი მაქვს გამოწეული და ყოველი ახალი შეხვედრა რაღაც სტიმულს მატებს და რაღაც ახალისკენ მიბიძგებს. და ვფიქრობ ესეც მათ მსგავსი იქნება. მადლობა დიანა. იმედია მონაწილეებიდან რომელიმე არ გამომჩა, თუ გამომჩა ხო რომ გაგვეცნოს. რამოდენიმე ტრენერიც გვესწრება შეხვედრაზე, რომელთა ნაწილმაც ჩატარა და ნაწილი აპირებს რომ შემცნებითი ცენტრის ამ ტრენინგების ფარგლებში გაგვეცნოს და საკუთარი გამოცდილება გაგვეზიაროს. თუ მათაც აქვთ სურვილი გაცნობის და შეუძლია რა გაგვესწროს და ჩაერთოთ. თუ არ და მე მანამდე პრეზენტაციას გავაზიარებ და აგიხსნით მოკლედ, პატარა განრიგს გაგაცნოთ, რაზე ვაპირებ და საუბარს თქვენთან. ჩანს პრეზენტაცია? ხო. მოკლედ, პირველ რიგში გაგაცნობთ განრიგს, რომელიც შეხვედრის ქაუცი ყანო ეს კითხვები, რაზეც მსურდა თქვენთან საუბარი. ანუ ვინ ვარ, რა მინდა, ვიყო მომავალში და რა ვიყავი მანამდე. ასევე ამ ცვლილებებზე რა გავლენა მოახდინა, გარემო პირობებმა ზეგავლენა, როგორ ვიყავით საკუთარი თავი, შეგვიძლია თუ არა პროფესიის შეცვლა და რა რისკებს შეიცავს არასწორად შერჩეული საქმე, ასევე არის თუ არა სწავლის დაწყება როდესმე დაგვიანებული, რა გავლენას ახდენ ჩვენს ცხოვრებაზე ცვლილებები და შანსები, რომლებსაც ვიყენებთ ან არ ვიყენებთ, ასევე როგორ გავიგოთ რეალურად რა გვინდა და რა ითვლება ჩემთვის წარმატებად. უფრო ჩაშლილი მაქვს შემდგომისთვის უკვე სლაიდებში. უბრალოდ სანამ უშუალოდ მე დავიწყებ საუბარს, მინდა რომ თქვენ მიპასუხოთ რამოდენიმე შეკითხვაზე და შემდგომში ამ საკითხებზე ჩემს მოსაზრებასაც გეტყვით. ასევე აღნიშნავ იმას, რომ ზოგადად ჩემს საპასუხისმგებლო არის, როდესაც ამ ფორმატში საკუთარ თავზე მიწევს საუბარი, იმიტომ რომ არ მყარებია არასდროს არ მიდამებია ვინმესთან ასე ჩემს გამოცდილებაზე სიტყვებში საუბარი, იმიტომ რომ ვთვლი ძალიან რთული არის ადამიანებს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა, ის რომ მათ мотиваცია გაუღვიძა. ამიტომაც მირჩევნი არის რომ ზოგიერთ დეტალზე მაგალითების დონეზე გესაუბროთ და ეს ყველაფერი დავკავშიროთ პრაქტიკულ გამოცდილებას და იმ წესებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი იცავს ხოლმე, როდესაც უნდა რომ გახდეს წარმატებული ან აირჩიოს პროფესია და ასე შემდეგ. ანუ ვეცდები რომ განვაზოგადო ჩემი გამოცდილება და არ იყოს ძალიან ინდივიდუალური და სუბიექტური. ვეცდები რომ იყო ობიექტური. კითხვა რომელიც პირველი თქვენთან მაქვს არის პირველი ესეთი ხშირად გვაქვს თუ არა მომენტი, როცა არ ვიცით რა გვინდა. ისაც აქვს სურვილი. მე თითქმის სულ ეგეთი მომენტი მაქვს მაგალითად. ძალიან ხშირად. თუნდაც ფაკულტეტს რო ვირჩევდი, რაზე უნდა ჩამებერებინა, ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი რომ შევცვლიდი, მაგრამ ბოლოს მაინც დავწევა ისაც პირველი მეწერა და ვფიქრობ ძალიან რთულია რომ აღმოაჩინო რეალურად რა გინდა. კეთი მეორე კითხვაც რომ გააგრძელო, როგორ ფიქრობ, რა ხდენს ხოლმე ჩვენს გადაწყვეტილებებზე გავლენას და ამ შემთხვევაში ჩვენოცა ფაკულტეტი აირჩია რა მოახდინა გავლენა? ჩემს შემთხვევაში პირადად მე მთელი ბავშვობა მინდოდა ან მსახიობობა ან ჟურნალისტობა, თუმცა
უფროსების გამოცდილებაც რო გავიზიარე, მივხვდი რომ ჯობია პერსპექტიული რამ აირჩიო, თუმცა ამავდროულად ის რაც გეყვარება და ამ ორ პროფესიაზე უარი ვთქვი და ალბათ ბოლო მომენტშიც მაგიტო გამიწირდა საბოლოო არჩევანის გადაწყვეტა, ასე ვთქვათ. საზოგადოება ძალიან დიდ როლს ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე, მგონი. თუმცა მაინც ის უნდა ავირჩიოთ ბოლოს, რაც ჩვენ გულითადად გვინდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით თუ არ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც გვეყვარება, მართლა ძალიან ვინმე რა ახდენს გავლენას. ვინმე სურს ამ პროფესიას. მე ხშირად მქონია ესეთი მომენტები, რომ არ ვიცოდი ზუსტად და დღესაც არ ვიცი ზუსტად რა მინდა გამოვდი ან რა განხით წავიდე. ასე რომ გავლენას ახდენს ხშირად ის მოვლენები ან თუნდაც ის ვინმე რომელიც მეუბნება რომ ეს არის ძალიან ძნელი პროფესია ან მაგალითად ქალისთვის არის ძალიან ძნელი, რადგან დიდი დროს სჭირდება უფრო კარგი იქნება თუ სხვა სპეცობებზე წახვა და ეს ყველაფერი შენს გონებაში რაღაც ისე მოქმედებს რომ ანუ ფიქრობ რომ აი მართლა რო წავიდი ამაზე როგორი გრძნობ თავს როგორი ვიქნები ამ პროფესიაში და ხშირადაა ეს მგონი ეს ცვალებადი მომენტები თუ რა გვინდა გამოვიდეთ და რის გამო მადლობა ადამიანების ნაწილი სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხდება რომ სრულიად შეუფერებელი და არაეფექტური პროფესია აირჩია და როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ასე ან თქვენ ვისაც გაქვთ არჩეული პროფესია და ჩაბარებული გაქვთ უნივერსიტეტში ხომ არ ნემთ თქვენს არჩევანს რომელიმე ნანობთ თქვენი არჩეული პროფესია რომელიც ახლა გაქვთ ან ზოგადად ვამბობ აი თქვენ როგორ ფიქრობთ ხოლმე რატომ ხდება ისე რომ ადამიანები ირჩევენ ისეთ პროფესიას რომელიც მათ რეალურად არ შეეფერებათ აი წარმოვიდგინოთ ჩვენი მეზობლები მეგობრები ვინც აბარებენ უნივერსიტეტში მათგან თუ ხსმენიათ რამე მსგავსი მე ხშირად ვსვენია მაგალითად ზოგიერთი აბარებს მასწავლებლს და ამ დროს მას არ აქვს იმის ნიჭი რომ თავის მოსწავლეს ან თუნდაც ვინმეს გადასცეს თავისი ანუ თავისი ნასწავლიან თუნდაც რომელიმე თავისი ინტერესი დასწეს მოსწავლეს ანუ ამის იგი არ აქვს ცოდნა რომ აი გადასცეს თითქოს სხვას და ასწავლოს რამე ამიტომაც ხშირად ალბათ მე ფიქრებიან ხოლმე რატომ აირჩიეს ეს პროფესია რადგან მათ საკუთარი თავი ვერ იპოვეს ამ პროფესიაში კი ანუ აქვთ გამოცდილება მაგრამ არ აქვთ უნარი რომ ეს ინფორმაცია მიეწოდონ მადლობა ქალბატონ მანანას სურდა რომ აზრი დაეფიქსირებინა ჩემი პროფესიის არჩევისას თითქოს აქცენტს აკეთებენ რომელი არის ძალიან ცუდად ისმის და აი ცოტა რა აუციათ ბოდიში რომელი ფაკულტეტის უფრო პრიორიტეტულია ზოგჯერ იმ ფაკულტეტს ირჩევენ და შემდეგ როდესაც დაასრულებენ ანუ მუშაობა უწევს და არიღებენ ისეთ ცოდნას არ აქვს შესაბამისად შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი პრობლემა თუ არ უნდა ჩააბარონ პრიორიტეტულ საგნებზე თვითონ რა პროფესიას მოსწონ თვითონაც გადაწყვეტილება ამაზე უნდა შეაჩერონ მოკლედ ბოლო კითხვა და შემდგომში მე შევაჯამებ ამ კითხვების შემდეგ ამ ჩემს მოსაზრებას გავყოთ ზოგიერთი ფიქრობს რომ კითხვას რა გვინდა მოზარდობის პერიოდში მე-9 ან მე-10 კლასში უნდა გაიცეს პასუხი და თქვენ რას ფიქრობთ ამაზე აუცილებელია რომ მოზარდობის პერიოდში ამ მასაკში თუნდაც აბიტურიენტების პერიოდში აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა გსურს აუცილებელი არაა, მაგრამ გაგვიმარტივებს უფრო ეს შემდგომში გადაწყვეტილებების მიღებას. ფიქრობ, თუ გვეცოდინება, რა თქმა უნდა. სხვა არ უნდა რამის დამატება. მე დავამატებ,
ჩემი მეგობრის გამოცდილებას, რომელიც ევროპაში ცხოვრობდა, მისმა ძმამ ესე იგი როგორც კი სკოლა დაამთავრა, მაშინო ჩააბარა ფსიქოლოგიაზე და მე აღმოაჩინა, რომ უი რა მინდოდა ფსიქოლოგიაო, სხვისი პრობლემა კი არა, ჩემი მიჭირსო და მე მოუწია, რომ ესწავლო პროგრამირება, იმიტომ რომ ყველაზე კარგად კომპიუტერს უგებდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ინდივიდუალური იყო და ფიქრობ რა იჩქარა და მეორე, ანუ ჩემმა მეგობარმა ეს რაღაც გააკეთა, რომ სკოლა როგორც კი დაამთავრა, აი მოიკიდა ზურგჩანთა და მოიარა ის ქვეყნები, რომლებიც სულ აინტერესებდა. ცდილობდა დარჩენილიყო დიდი ხანი, რა თქმა უნდა, მას შენგენის ვიზა ჰქონდა და არ ჰქონდა ის პრობლემა, რაც ჩვენ, მაგრამ ანუ ზოგადად ვამბობ და სადღაც 23 წლის რო გახდა, მაშინ მიხვდა, რომ მისი ცხოვრების ანუ აპოგეა იყო ის, რომ ძალიან უნდოდა ადამიანებთან კომუნიკაცია და დღეს არის მენეჯერი და მართავს რამდენიმე ძალიან საინტერესო ორგანიზაციებს სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამიტომ ყველაფერი ინდივიდუალურია.